სახელით და თხოვნით მივმართო ბანკის ხელმძღვანელობას. ძალიან გთხოვთ, არ დასაჯოთ ის ხალხი, თქვენი თანამშრომლები, რომლებიც გამოვლენ და 3 საათიან გაფიცვაში მიიღებენ მონაწილეობას. პატიმრების დედების თხოვნა შესრულებულია. TBC და საქართველოს ბანკები გარანტიას იძლევიან, რომ საკუთარი თანამშრომლების გამოხატვის თავისუფლებას ბოლომდე დაიცავენ და გაფიცვაში მათ მონაწილეობას ხელს არ შეუშლიან. 15 იანვარს საყოველთაო პროტესტს უერთდება PSP ჯგუფიც. კომპანიის თანამშრომლები სიმბოლურად 5 წუთით გაიფიცებიან. მოთხოვნები კი საერთო და უცვლელია. ეს არის სოლიდარულობა, ერთიანობა, ძლიერება და ძალა საზოგადოებისა, რომელიც ერთის მხრივ ინარჩუნებს პროტესტის არაძალადობრიობას და მეორეს მხრივ აჩვენებს საკუთარ ძალას. მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გავალთ სინათლისაკენ, გავალთ თავისუფლებისაკენ, გავალთ იმ ადამიანების თავისუფლებისაკენ, რომლებიც ეხლა სატუსაღოებში არის. 15 იანვარს 15 საათზე საქართველო იფიცება. 3 საათის განმავლობაში სხვადასხვა დროით კომპანიები და მათი თანამშრომლები მუშაობას შეწყვეტენ. დაიხურება მაღაზიები, ოფისები, კვების ობიექტები. მასშტაბური საყოველთაო პროტესტი მთავარი გაფრთხილება იქნება არალეგიტიმური ხელისუფლებისთვის. თუ რამდენად მძიმე იქნება შედეგი რეჟიმის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში. გამაფრთხილებელი გაფიცვა 3 საათიანი იქნება კიდევ ერთი წინწადგმული ნაბიჯი იქითკენ, რომ ქართულმა საზოგადოებამ ვინც ეთანხმება ამას ყველაფერს და ვისაც უნდა კრიზისის დასრულება და ვისაც უნდა ამ ქვეყანაში სამართალი და სიმართლე მართავდეს და არა ძალა და ძალმომრეობა და სიცრუე და სიბინძურე, ხო? მიეცემათ საშუალება ყველა დედის სახელით და თხოვნით მივმართო ბანკის ხელმძღვანელობას. ხადოს ხილული, რომ ჩვენ აქ ყველა ერთ ჭკუაზე ვართ და ჩვენ აქ ყველა ვამბობთ კის სიმართლის მხარეს და არას ძალადობის მხარეს. ამიტომაც არის გამაფრთხილებელი გაფიცვა 15-ში ერთ-ერთი ახალი კომპონენტი ამ დიდ საპროტესტო პროცესში, რომელიც გულისხმობს საქართველოს გადარჩენას ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან. რეჟიმი იკუმშება, ჩვენ დავინახეთ რა ელეთმელეთი ემართება თუნდაც გუშინ რესტორანთან. ეს არის საერთო ეროვნული კრიზისი და ამ ეროვნული კრიზისის შესაბამისი ქცევა უნდა კონდეს ყველას. მე გავიფიცე. 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 უკვე თვეზე მეტია უწყვეტად გაფიცულია თეატრებისა და მსახიობების ნაწილი. ხელოვანები ერთ-ერთი პირველები იყვნენ, რომლებმაც სცენა დატოვეს და საპროტესტო მოთხოვნებით ქუჩაში გადაინაცვლეს. თქვენ უკვე ნახეთ გაჩერებული თეატრი, მაგრამ ჯერ არ გინახავთ თეატრი ერთი რიგითი ჯარისკაცისთვის მებრძოლი. ჩვენ ვიქნებით ეს თეატრი. თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს და რეჟიმის პოლიტიკურ პატიმრებს. ერთი რიგითი ჯარისკაცისთვის ბრძოლა ახალ ეტაპზე გადადის, რადგან იმედი რომ რეჟიმი გონს მოეგებოდა მაშინ მოკვდა, როცა ოლიგარქიის სასამართლომ სინდისის პატიმრები ტყვეობაში დატოვა. ახლა არალეგიტიმურ ხელისუფლებას ვადა 20 იანვრამდე აქვს. თუ იქამდე ყველა ტყვე არ გათავისუფლდება, თეატრალების პასიური პროტესტი აქტიურ ფაზაში გადავა. ეს ქვეყანა ეკუთვნის ქართულ ხალხს და ამ ქვეყანაში ყველაფერი უნდა იყოს ისე, როგორც ქართულ ხალხს სურს. ჩვენ ვაპირებთ, რომ 20 რიცხვის მერე აღვასრულოთ კონსტიტუცია და ვაჩვენოთ ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომ ეს ქვეყანა ხალხის საკუთრებაა. ჩვენი პროტესტი უფრო გაიზრდება მასშტაბში, იქნება უფრო ძლიერი და ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ხელისუფლებას უბრალოდ სხვა გზა აღარ ექნება გადაგზისა, რომ უკან დაიხიოს. ისინი იხილავენ ნამდვილ ძალას თეატრის, რა ძალა აქვს თეატრს, რა ძალა აქვს ხელოვნებას ზოგადად. ცოტა რაღაც ზემოდან და ზერელედ უყურებენ ეს ადამიანები ამ სფეროს. რაღაცა კონკრეტული გეგმა გვაქვს ჩვენ, რასაც აუცილებლად განვახორციელებთ თუ ანდრო, ონისე, სხვა მსახიობები, გუშინ გიორგი დაიჭირეს, ჩაჩანიძე ასევე მსახიობი, ჩვენი მეგობარი, მხოლოდ იმის გამო, რომ ქალს ეხმარებოდა, რომელსაც 10-მდე პოლიციელი მიათრევდა ქუჩაზე. ბრძოლას განაგრძობენ რეჟიმის ტყვეების მშობლებიც, იბრძვიან საკუთარი და სხვისი შვილების თავისუფლებისთვის. საზოგადოება კი უკანონოდ დაპატიმრებულებისა და მათი ოჯახების მიმართ სოლიდარობის არ ნახულ მაგალითს აჩვენებს. წარმოუდგენელი თანადგომა აქ პატიმრებს ყველას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემი შვილი მსახიობია და მისმა თეატრმა ეს რაღაცა
არ ვიცი, რა დავარქვა, ისეთი თანადგომა გვაქვს. ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. ამას ეხლავე ზუსტად გეუბნებით. ბრძოლა შეუპოვარი და ჯიუტი. სამოქალაქო საზოგადოებაზე კიდევ ერთხელ მკაფიოდ იტყვის, რომ ოცნების არალეგიტიმურ ხელისუფლებას ემიჯნება. კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი კი ახალი არჩევნები და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება.